მიტინგის მუსიკალური ნაწილი. აქ ყველაფერი კლასიკით დაიწყო და ესტრადით გაგრძელდა. სეფაშვილის ხმა ხალხმა კარგად შეუწყო, ისევე როგორც ხალხს ხელოვანებმა. ნოლსამი სახანძრო პატრული 2 ნოემბერში მიტინგით მსგავსად ისინიც მობილიზებულნი იყვნენ. მხოლოდ თითოეული მათგანი მოვლენათა ეპიცენტრში თავის სამსახურეობრივ მოვალეობას ასრულებდა. ამ დრომდე არც ერთი მათგანის აქტიური ჩარევა საჭირო არ გამხდარა. ზოგიერთმა მათგანმა მომიტინგე ახალგაზრდებისაგან სამახსოვრო თეთრი ლენტებიც მიიღო. გიორგი მოლოდინიგი ამბობთ. გზა პარლამენტამდე უპრობლემოდ ყოველგვარი დაბრკოლებების გარეშე გამოიარეს. საზოგადოებრივ წესრიგს სტუდენტების მარშისას საპატრულო პოლიციის ესკორტი იცავდა. თეთრი ლენტები დღევანდელი დღის სიმბოლოა. სტუდენტები ცდილობენ თეთრი ფერის ნაჭრები ყველას და ყველაფერს მოარგონ. გამონაკლისი არც პატრულის მანქანაა. ახალგაზრდების მსვლელობისთვის ხელი სამართალდამცავებს არც ვარდების მოედანზე შეუშლიათ. აქციის ახალგაზრდულ მაფრთამ თეთრი ლენტები არც სპეცრაზმის თანამშრომლებისთვის დაიშურა. Ჩვენი იმედი გვაქვს, თქვენ უნდა დაიცვათ თქვენ სამშობლო, ჩვენი სამშობლო უნდა დაიცვათ. თქვენ ხალხის წინააღმდეგ ხელს არ გააძლევთ, მე დარწმუნებული ვარ. მართალია ხალხმრავალ მიტინგზე დღის განმავლობაში არავინ დაშავებულა, თუმცა მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვას 03-ის თანამშრომლები ბოლომდე განაგრძობდნენ. ეს არის 4 მანქანაც გასააქვთ, რა თქმა უნდა. ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის სადარაჯოზე ყოველთვის გავართ. ნებისმიერ სიტუაციაში. ელბაქიძის აღმართზე მობილიზებული იყო სახანძრო ბრიგადებიც. 03-ის პატრულისა თუ სახანძრო ბრიგადების სამუშაო დღე საკმაოდ ხანგრძლივი აღმოჩნდა. ისინი სამსახურეობრივ მოვალეობას მანამ შეასრულებენ, ვიდრე პარლამენტის წინ შეკრებილი მომიტინგეები არ დაიშლებიან. ვარდების მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე ეს ტერიტორია დაიკავეს საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულმა ადამიანებმა. მოზღვავებული პროტესტი მომიტინგეებმა სხვადასხვა ფორმით გამოხატეს. აქციაზე ყველა საკუთარი მოთხოვნით მივიდა, თუმცა პარლამენტის შენობასთან შეკრებილი ადამიანების მთავარი მოთხოვნა ვადამდელი არჩევნების ჩატარება და ხელისუფლებისგან დიალოგზე წამოსვლა იყო. მომიტინგეებს შორის ისეთებიც იყვნენ, რომლებიც მიტინგზე 4 ფეხა მეგობრებთან ერთად მივიდნენ. ამას მე დავატყვის სახელი. ჩვენ ერთი გუნდი ვართ. ეს სააკაშვილის გუნდი. სააკაშვილი ბოკერია ურჯანაძე ესენი და დანარჩენი ნადირაძე და აი პატარა ის არის რა ქვია კალანდაზე ის პატარა. ასეთი იყო მიტინგზე მისული ადამიანების განწყობა ხელისუფლებისადმი. 2 ნოემბერს 2 საათზე პარლამენტის შენობის წინ იმაზე ბევრად მეტმა ადამიანმა მოიყარა თავი, ვიდრე ამას თითოეული მათგანი ელოდა. როგორც აღმოჩნდა, მოზღვავებული პროტესტის გამოხატვის სურვილი მოსახლეობის დიდ ნაწილს გაუჩნდა. აქციაზე თითოეული მათგანი თავისმა ტკივილმა და სურვილებმა მიიყვანა. მე მინდა საქართველო, ნამდვილი საქართველო. საქართველო პრეზიდენტის გარეშე. მოდი, რომ ჩემოვალი გადავარჩინო. და არ მინდა ვიცხოვრო ისეთ საქართველოში, სადაც იქნება არეულობა. უღირსი მთავრობა და პრეზიდენტი და პარლამენტი წავიდეს. მრავალშვილიანი დედა ვარ, 6 შვილის დედა და სახლი მე არ მაქვს და კარი მე არ მაქვს. ცისქვეშა ვარ, ესე იგი მთავრობას რამდენჯერ დახმარებით მივმართე. არანაირად დახმარება არავინ არ აღმომიჩინა. სიმშვიდის მშვიდობისთვის ბებო, რომ მშვიდობა იყოს ჩვენი ხალხის.
ლოზუნგი საქართველოს ძალადობის გარეშე, თეთრ ლენტებს შებმული ადამიანები, პოლიციელებისათვის დარიგებული ფურცლები წარწერით იდექი შენს ხალხთან და სტუდენტების მსვლელობა პარლამენტისაკენ. ჩვენ მრავალათასიანი არმიით დღეს მივალ პარლამენტამდე და ამ ხელისუფლებას კიდევ ერთხელ დავანახებთ, რომ ჩვენ ახალგაზრდობა ვარ დიდი დავალა და ჩვენ არ შევეგუებთ ქვეყანაში ვანო მერაბიშვილის და აი ამ სიკვდილის ბრიგადების პარპას. დღეს ჩვენ პრეტენზია გაგვაჩნია, რომ დღეს ჩვენ ვერ გამოვთქვათ სიტყვის თავისუფლება და ამიტომ დაგვიდგნენ გვერდში. დღესვე მიტინგზე ირაკლი ბათიაშვილის წერილიც წაიკითხეს. ქართველმა ხალხმა დაამტკიცა, რომ მისი გადაგვარების, მისი დაბეჭავების და დამონების ეს ექსპერიმენტი ჩავარდა, შიში გაატყდა, ყინული დაიძრა. დღეს თითოეული თქვენთაგანის ყოფნა აქ ამ შეკრების ადგილას გმირობის ტოლფასია. მეც თქვენ გვერდით ვარ. ჩემო დებო და ძმებო, რკინის კედლებში გამოკეტილი მე თქვენ გვერდით ვდგავარ დღეს. 18 წლის შემდეგ განმეორებული ისტორია. შულკუდარი დედის ტკივილი და ხმამაღალი პროტესტი. ბედნიერი ვარ, თუ შეიძლება ესე ითქვას, ჩემს მდგომარეობაში მყოფი ადამიანისთვის ბავშვების კოლონა მოდის სტუდენტების და ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ჩემი ბუტა, რომელიც პირველი შეიწირეს ამ ხელისუფლებამ, მოუძღვის წინ ამ ბიჭებს, ამ სტუდენტებს, ამ ახალგაზრდებს, ღმერთი ფარავდეთ მათ და ყველა დანარჩენი ბიჭები, სანდრო და სულ ყველა ვინ შეიწირეს, ყველა მოუძღვის ამ ბავშვებს წინ. პროტესტს გამოხატავდნენ ვეტერანები, საქართველოს რიგითი მოქალაქეები, ბავშვები და მათი 4 ფეხა მეგობრებიც კი. რატორისთვის? ადამიანს მოიყვან ადამიანურად. იმიტომ ჩვენ ისე ცოტა ცოცხლობთ უკვე დარჩენილები, ვინც ართ ვეტერანები, რომ გვინდა რომ პატარა სიცოცხლეს ხონდეს რაღაცა აზრი ხონდეს, ხო? მე რა მინდა აქ? მე უნდა ვიყო ვენახი, 68 წლის კაცი. გავარ ახლა და უტყავ ტაშო, მიშა, ათ მინდა, მიშა. იყო დრო, როცა შაირებს სხვაზე წერდა, თუმცა მაშინ სახლში იყო. ახლა რუსთაველზე საკუთარი ინსტრუმენტით მივიდა. მომიტინგეების უმრავლესობა დღეს აცხადებდა, რომ მათ ადამიანური ცხოვრება მოენატრათ. უკეთესი მომავლის მოლოდინში კი ისინი ისევ იქიკრიბებიან, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. 2 ნოემბრის მშვიდობიან აქციაზე დასასრებად პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხი საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან ჩამოვიდა. რას ფიქრობენ ისინი, ვინც აქციაზე სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოხვდნენ. რამდენიმე ჩვეულებრივი ოჯახის პოზიცია ოპოზიციის და პოზიციის სახელმწიფო კურსზე. როგორი განწყობა აქვს გორის, ქუთაისის, ზუგდიდის და ბათუმის მოსახლეობას კიდევ ერთ ფართო მასშტაბიან გამოსვლაზე საქართველოში. ჩვენ სიუჟეტში ნახეთ. ისინი, ვინც 2 ნოემბრის ფართომასშტაბიან აქციაზე ვერ მოხვდნენ, მოვლენების განვითარებას თვალს ტელეეთერით ადევნებენ. ქუთაისში მახათაძეების სახლში ოჯახის ყველა წევრთან ერთად მეზობლებით შეიკრიბნენ. მახათაძეების თქმით, ეს ის შემთხვევაა, როცა მთელი საქართველო ერთად დგას. ასე იყო 4 წლის წინაც, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მაშინ მოსულმა ხელისუფლებამ ვერც მათი ოჯახის და ვერც მეზობლების იმედი გაამართლა. მე ჩემი ჯანმრთელობა არ მაძლევდა იმის საშუალებას, რომ წავსულიყავი, მაგრამ მოვიცდი კიდე გადავხედავ დღეს და ხვალ ფეხით თუ დამჭირდეს მაინც ჩამსრული ვარ და მარტო მე კი არა. მთელი იმერეთი. მინდა ვიარსებო არ მაძლევს ამის საშუალებას ჩვენი სააკაშვილი და რა ვქნათ. საქართველოში არა აქვს მნიშვნელობა ქართველი ხარ რუსი ხარ და საქართველო გიყვარდეს, შენი ხალხი რა გიყვარდეს. ჩვენი ინტელიგენცია რა გიყვარდეს. სადაც ხალხია იქ ჩვენ. სადაც ხალხი არა. ყველას რეალურ ასის გამორჯოს სულას, ვისაც უყვარს საქართველოს, ვისაც უყვარს ქართველები და ვისაც უყვარს ქართული შიდა ჯილაკი. საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ბათუმში ღობერძეების ოჯახშიც დიდი ინტერესით უყურებენ, რომ არა ჯანმრთელობის მდგომარეობა ისინიც თბილისში სხვებთან ერთად იქნებოდნენ. ამბობენ, რომ დღევანდელი მიტინგი ხალხის მძიმე სოციალურმა მდგომარეობამ განაპირობა. ხალხს ჯერ უნდა გასცეს პასუხი იმ მოთხოვნილებებზე, რაც რო ესე იგი დაგვირდა და ვერ შეასრულა ჩვენმა პრეზიდენტმა და ხელისუფლებამ. ასეთივე იმით ჩვენ მივედით და ასეთი მოზღვავება იყო ხალხის და მოვიყვანეთ და ვენდობოდით და რჩეული კაცი ხმაც მივეთით რამდენჯერ ავირჩიეთ და ავსვით კაცი და ვერ გაამართლა ნდობა ძმაო და უნდა გადადგეს. ქალაქში დარჩენილი გორელების უმრავლესობა საკუთარ პროტესტს სახლში და ტელეკამერის წინ გამოხატავენ. ამბობენ, რომ თუ ქვეყანას დასჭირდა აქციაზე ფეხითაც ჩავლენ. პოლიტიკური მოვლენების შეფასება დღეს ყველა რეგიონში აქტუალური თემა იყო.
ხალხის მოთხოვნა ისეთი არ არის, რომ მიშა სააკაშვილმა და მისმა ხელისუფლებამ ვერ შეძლოს და ვერ განახორციელოს. რა უნდა ეს არის არჩევნები, რომელიც ხელახლა უნდა ჩატარდეს და თვითონაც მოისვენებს და ჩვენც მოვისვენებთ. ჩემი შვილიც წასულია სწორედ ამ მოთხოვნების განსახორციელებლად. აბესალომ ტუღუში თბილის ზუგდიდიდან ისტორიკოსის თვალით აფასებს. მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტს შეეძლო ისტორიაში ერთადერთი უსისხლო რევოლუციის ავტორად შესულიყო. თუმცა რიგითი ზუგდიდელის დამოკიდებულება იმ მთავრობის მიმართ, რომელმაც ის ახალ ჩარეცხილების პარტიაში გააწევრიანა, ისეთივეა, როგორც პარლამენტის წინდგომი მოსახლეობის. მეც იქონდა ვიყო წესით, აი ეს რა მქონოდა. თუნდაც იმიტომ რომ მარტო იმიტომ კი არა რომ მე ერთი სააკაშვილის მიერ ახალ შექმნილი პარტიის წევრი ვარ. ამ პარტიას ჩარეცხილების პარტია ქვია. იმიტომ კი არა მარტო. იმიტომ რომ ყველა ქართველი უნდა იყოს ახლა წესით. იმიტომ რომ შეგვიგინეს ქვეყანა, შეგვიგინეს ენა, შეგვიგინეს მოვლენების განვითარება რამდენიმე წუთში რეკლამის შემდეგ არ დადოთ. დასვენება გვინდა. მთელი ოჯახით. კარგი ბუნება, დღე, მთა. ზუსტი ჰაერი. სასარგებლოც რომ იყოს. რაიმე განსაკუთრებული. სასიამოვნო. თანაც დიდი ხნით. ყოველ დღე. რათან ხატგნებავთ? ერთლარად. ერთლარად? დიახ. ერთლარად. მინერალური წყალი ლიკანი თავისი რბილი გემოთი. გაგახსენებთ მთიანი ლიკანის სიმშვიდესა და სუფთა-გრილ ჰაერს. მინერალური წყალი ლიკანი. შეიგრძენით ლიკანის ბუნება. კალცემინი დაგეხმარებათ და დაიცავს თქვენს ძვლებს. კალცემინი და კალცემინი ადვანსი. მტკიცე ძვლები, ჯანმრთელი ოჯახი, წარმოებელი საგმელი. Health Life. ცხოვრებაში მთავარია ჯანმრთელობა. PSP ჯგუფი. გაიხსნა ბელუქსის ახალი სალონი. ახალი არჩევანი საუკეთესო ფასებში. მობრძანდით ბელუქს პლუსში. სასიამოვნოდ გაოცდებით. იგრძენი სასიამოვნო განსხვავება და დატკბი ცხოვრებით. გალერეა დემასი. რელიფის რაფად მოგიხსნით ანთებას, ტკივილს და სისხლდენას უასილის დროს. რელიფი მწვავე პრობლემების რბილად გადაწყვეტა. წარმოებელი საგმელი Health Life. ცხოვრებაში მთავარია ჯანმრთელობა. PSP ჯგუფი. ავერსის მსოფლიო დონის ქართული ფარმაცევტული საწარმო გთავაზობთ კორსის. 20 წვეთი ერთ ტაბლეტში. კორსიზი. კარგად ნაცნობი საგულე წვეთები. ახლა უკვე ტაბლეტების სახით. კორსიზი დაუბრუნებს თქვენს გულს სიმშვიდეს. პროსტამოლი. იყავი ნამდვილი მამაკაცი. ცხოვრებაში აუცილებლად დგება მომენტი, როცა გაფართოება გარდაუვალია. ბანკი რესპუბლიკა წარმოგიდგენთ იპოთეკურ სესხს ჩემი კუთხე. საქართველოში მაქსიმალური ვადითა და მინიმალური საპროცენტო განაკვეთით. ტანტუმ ვერდე. რა? 10 წამი და ტკივილი გაგივლის. ტანტუმ ვერდე პატარებისათვის და დიდებისთვის. პირის ღრუს და ხელის სამკურნალოდ. 10 წამი და ტკივილი gagivlis. Buongiorno. Per favore, ¿usted conoce dónde está Arán? Arán, sí. Arán Cucine. Chi non conosce? Siamo in Italia, Tutto il mondo lo conoscono. Di dove è lei? Venezuela. Venezuela. Design Avenue. ხარისხი რომლის საიდუმლო დეტალებშია. El Coliseo? El Coliseo? A qui a Roma? Sì, il Coliseo. Il Coliseo. Il Coliseo. GMP წარმოგიდგენთ. 40 წლის ზევით ყოველ მეორე მამაკაცს აღენიშნება პროსტატის ადენომა ან პროსტატიტი. ადენორიცი ხსნის შარდვასთან დაკავშირებულ ყველა პრობლემას და დადებითად მოქმედებს სექსუალურ ფუნქციაზე. ადენორიცი. მაქსიმალური ეფექტისთვის მიიღეთ 3 თვე. 3 ნოემბერი, შაბათი, კლუბი Night Office. ლუდი 3D წარმოგიდგენთ. მიუნჰენის იმპერატორი
DJ Linus, Exxon Recordings, Guga@housemusic.com, Ludi 3D. კინოთეატრებში სტუდია თეთნული წარმოგიდგენთ ძმები ჭაჭულიანების ფილმს სვანი. ჩვენების სპონსორია Tegeta Motors. ავერსის მსოფლიო დონის ქართული ფარმაცევტული საწარმო გთავაზობთ ნერმოს და ნერმოპლუს. თავისუფალ მოძრაობას დაგიბრუნებთ ნერმო და ნერმოპლუსი. Due marchi italiani, insieme, in un grande gruppo, per esserti sempre più vicino. APAP, dovunque c'è strada. სამეფო უბნის თეატრი წარმოგიდგენთ. 4 ნოემბერს იუკიო მისიმას პიესას ჩემი მეგობარი ჰიტლერი. დასაწყისი 19 საათზე. სპონსორი PSP ჯგუფი. სისწრაფეს დიდი მნიშვნელობა აქვს. რატომ კარგავ დროს? ფასტომი მოქმედებს სწრაფად. ღრმად აღწევს ქსოვილში და ამარცხებს წელის, სახსრებისა და კუნთების ტკივილს. სწრაფად. ფასტომი სწრაფად აკრობს ტკივილს. Centerpoint ჯგუფი. აქცია მაგთის და ბალის აბონენტებისთვის. დაუკავშირდით ოჯახის წევრებს, მეგობრებსა და საქმიან პარტნიორებს რუსეთში, უკრაინაში, აზერბაიჯანსა და DST-ის სხვა ქვეყნებში. წუთში მხოლოდ 27 თეტრად. დაინტერესდით? მაშინ აკრიბეთ 850 ქვეყნის კოდი, რეგიონის ქალაქის ან ოპერატორის კოდი, ადრესატის ტელეფონის ნომერი და ისაუბრეთ ძალიან იაფად. მაგთი კავშირი საქართველოსთვის. Чистая линия შამპუნები დამზადებული ბალახის ნაყენზე ყვებავს და ამაგრებს თმას. Чистая линия. რუსული ბალახების კოსმეტიკა. ისთვის შემოვედი? რა უნდა მეფიქრა? მიიღე ბილობილი და შენს მეხსიერებას არაფერი დაემუქრება. ბილობილი კონცენტრაციისა და მეხსიერებისათვის. წარმოიდგინე შვილო, რომ ყველა ასე ბღაჭნის ყელს. ეს კი ლაზოლვანია. ის ჯერ მალამოდედება დაავადებულ ყელს. შემდეგ კი ხმად მოქმედებს ფილტვებზე და მოაქვს ნახველი. ლაზოლვანის ოფიციალური დისტრიბიუტორი ავერსი ფარმა. ლიდერი ლიდერთა შორის. ქრონიკა კრავ პირდაპირ ეთერშია. ჩვენ კიდევ ერთხელ შეგახსენებთ 1 საათის წინ დასრულდა შეხვედრა ოპოზიციის ლიდერებსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის. გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა ნინო ბურჯანაძეს საზოგადოების მოთხოვნები გააცნეს. პირველი შეხვედრა შეთანხმების გარეშე დასრულდა. გთავაზობთ კომენტარებს, რომელიც ოპოზიციის ლიდერებმა შეხვედრის შემდეგ გააკეთეს. ისინი ჯერ მზად არ არიან გაგვცემ პასუხი, ჩვენ არ გვაინტერესებდა უმრავლესობის წარმომადგენლების პოზიციები, ჩვენ მივედით პარლამენტის თავმჯდომარესთან, როგორც ჩვენი მიმართვის ერთ-ერთ ადრესატთან, პრეზიდენტთან ერთად. ჯერ მათ არავითარი პოზიცია არ აქვთ, ისინი მოიქცევიან თუ არა ადეკვატურად, ანუ პრეზიდენტი მოიქცევა თუ არა ადეკვატურად, ამაზეა დამოკიდებული რა ვითარება იქნება ქვეყანაში. 100,000 ადამიანი, რომელიც დგას გარეთ, ან კიდევ უფრო მეტი არის საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის წარმომადგენელი და ეს მინიმალისტური მოთხოვნები არის გაცილებით უფრო ზომიერი, ვიდრე არის ამ საზოგადოების განწყობა. ჩვენ მოვედით და უთხარით პარლამენტის თავმჯდომარეს უთხარით, რომ ჩვენ ვთვლით, რომ შეიცვალა ვითარება, იმიტომ ეს 100,000 კაცის გამოსვლა, მე ვფიქრობ, რომ ყველასთვის გასაგებია, რაც ნიშნავს და ყველაზე უფრო ამ ხალხისთვის, ვინც გაიარა ერთი რევოლუცია. ამ შეცვლილ ვითარების ფონზე რა არის დღეს პრეზიდენტის პოზიცია? ჩვენ ეს გვაინტერესებს და სხვა არაფერი. გადასცემს ამ კითხვას ამ ფორმით პრეზიდენტს და გავიგებთ პრეზიდენტი usmens სავის ხალხს, ფიქრობს რამეზე, არის საქართველოს პრეზიდენტი თუ თვითონ უკვე აღარ არის. ჩვენ მივედით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან სასაუბროდ. გიგა ბოკერიას და მაია ნადირაძის პოზიცია ჩვენ დღეს ტელევიზიით ბევრჯერ მოვისმინეთ და ეს არ არის საინტერესო. მათი დამოკიდებულება გასაგებია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჩვენს თხოვნაზე, არა მოთხოვნაზე, ჩვენ ულტიმატუმებით არ ვლაპარაკობთ. ჩვენს თხოვნაზე, რომ საქართველოს პრეზიდენტისთვის იმ რეალობით, რომელიც არის ქუჩაში ამ შენობის წინ, გადაეცათ, რომ ძალიან გვაინტერესებს საქართველოს პრეზიდენტი, რომელიც აი ამ ხალხმა მოიყვანა ხელისუფლებაში 100,000 კაცის ქუჩაში დგომის პირობებში, რა პოზიციაზეა, რას აპირებს
რა გეგმები აქვს. ჩვენ გვითხრეს რომ პასუხს გვეტყვიან. ჩვენთვის გეტყვიან პასუხს. ჩვენ ულტიმატუმი დროში არ მიგვიწია. ერთადერთი რაც ჩვენ უთხარით მათ იყო ის რაც უკვე გითხარით, ანუ ჩვენ გვაინტერესებს ქვეყნის პრეზიდენტის აზრი არჩევნების კონსტიტუციურ ვადებში დანიშნულთან დაკავშირებით. ჩვენ დაველოდებით მანამ, სანამ არ მივახცევთ გამარჯვება სამ საკითხში. ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ კომენტარი პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემაც გააკეთა. ჩვენ დიალოგისათვის ყოველთვის მზად ვიყავით და დიალოგის პროცესი არ შეწყვეტილა და დარწმუნებული ვარ რომ კვლავაც გაგრძელდება. თუმცა დღეს გარკვეულწილად სიურპრიზი იყო ის რომ ჩვენ მოვისმინეთ რომ ადამიანები არ მოსულან ჩვენი აზრის გასაგებად, მათ აინტერესებდათ კონკრეტულად რომ ჩვენ პრეზიდენტისათვის გადაგვეცა მათი მოსაზრება და პრეზიდენტის აზრი მოესმინათ მათ კონკრეტულ ვითარებასთან დაკავშირებით. მე მინდა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას რომ ჩვენ პატივს ვცემთ საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს და ნებისმიერი მოქალაქის აზრს, მაგრამ დამეთანხმებით ალბათ რომ არც ერთი ხელისუფლება, რომელიც თავის თავს საკუთარ ქვეყანას პატივს ცემს, გადაწყვეტილებას არ იღებს ულტიმატუმების ან მიტინგების ფონზე. გადაწყვეტილების მიღებისა და გადაწყვეტილების განხილვისათვის ერთადერთი სწორი გზა არის დიალოგი და არა ულტიმატუმი, ან თუნდაც მრავალრიცხოვანი მიტინგი. რაც შეეხება პოზიციას, მე ვფიქრობ, რომ პოზიციები ჩვენ საკმაოდ ნათლად დავაფიქსირეთ, თუმცა რატომღაც ითქვა, რომ ნათლად არ იყო ეს პოზიცია დაფიქსირებული. არჩევნების თარიღთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ქვეყნისათვის ძალიან მნიშვნელოვანია და სწორია, რომ არჩევნები ჩატარდეს დათქმულ დროს, ანუ შემოდგომაზე, რომლის ვადასაც ჩვენ აუცილებლად ბუნებრივია წინასწარ გამოვაცხადებთ. არჩევნები გარწმუნებთ ჩატარდება ქვეყანაში დემოკრატიულად, სამართლიანად და საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, რომ თავისი აზრი გამოხატოს ამ არჩევანებში და თავისი ხმით და თავისი არჩევანით მოიყვანოს ის ხელისუფლება, რომელიც მისთვის იმ პერიოდისათვის, ანუ შემოდგომისათვის იქნება მისაღები. ეს არის ჩვენი გუნდის პოზიცია, ეს არის პრეზიდენტის პოზიცია, რომელიც მე კიდევ ერთხელ ოპოზიციის მოთხოვნის საფუძველზე გადამამოწმე და შემიძლია გითხრათ. რაც შეეხება ცალკეულ საკითხებს, მათ შორის საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით, თუ ოპოზიციას ნამდვილად სურს დიალოგი, ჩვენ ეს დიალოგი დაწყებული გვაქვს და მზათა ვართ, რომ ეს დიალოგი გავაგრძელოთ. ჩვენ მქონდა ძალიან საინტერესო წინადადებები, რომელსაც ბოლო ერთი თვის განმავლობაში ვიხილავდით და ამ წინადადებების განხილვისათვის ჩვენ ნამდვილად მზათა ვართ. თუ ბუნებრივია ამის სურვილი იქნება. თუ სურვილი არ იქნება, ჩვენ მაინც შევეცდებით მივიღოთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მიგვაჩნია, რომ იქნება სწორი ჩვენი ქვეყნისათვის, ჩვენი ხალხისათვის, იმისათვის, რომ არჩევნები ნორმალურ, სამართლიან, დემოკრატიულ რეჟიმში ჩატარდეს. ოპოზიცია ცხადებს, რომ ეს არ იყო ულტიმატუმი. ოპოზიცია ცხადებს, რომ ეს არ არის ულტიმატუმი, ეს არის მათი თხოვნა და კიდევ ერთი შეკითხვა, რას ფიქრობთ თქვენ ამ მრავალრიცხოვან აქციებზე და რას ფიქრობს პრეზიდენტი თუ არის თქვენთვის? რაც შეეხება აქციებს, ბუნებრივია საქართველოში არის ადამიანთა ნაწილი და არც თუ ცოტა, რომელსაც ბუნებრივია ბევრი პრობლემა აქვს სამწუხაროდ, რომელსაც ბევრი რამ აწუხებს, მაგრამ მთავარი არის ის, რომ არ მოხდეს ამ ადამიანების, გულწრფელი ადამიანების წუხილების გამოყენება პოლიტიკური მიზნებისათვის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მე არ ამგონია, რომ ჩვენი მოსახლეობისთვის დღეს ნომერ პირველი პრობლემა იყოს არჩევნები ჩატარდება აპრილში თუ არჩევნები ჩატარდება შემოდგომაზე. მაგრამ ისინი დაშლას არ არის. მთავარი გახლავთ ის, რომ ადამიანებმა იცოდნენ, რომ მათ არჩევანის უფლება აქვთ და ეს უფლება მათ აქვთ და ამ უფლების რეალიზებას ისინი მოახდენენ მაშინ, როდესაც კონსტიტუციურად ეს არის განსაზღვრული, ანუ შემოდგომაზე. რაც შეეხება სხვა საკითხებს, მე მოგახსენეთ, რომ სხვა საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა დაწყებული იყო და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მსჯელობა გაგრძელდება. ულტიმატუმი არის იმ შემთხვევაში, თუ გეუბნებიან, რომ 4 საკითხიდან ან 4-ვე უნდა მიიღო, ან მაშინ საუბარს აზრი არ აქვს. თუ ეს 100 არ იქნება, კიდევ ერთხელ ამბობ ჩვენ დიალოგი არ შეგვიწყვეტია და ამ დიალოგს გავაგრძელებთ. აქციასთან დაკავშირებით მე მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მე მგონი ჩვენმა ხელისუფლებამ დღეს ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ადამიანებს ქონოდათ თავიანთი აზრის ნორმალურად, დემოკრატიულად გამოხატვის შესაძლებლობა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ და გარწმუნებთ, რომ ჩვენ ყოველთვის ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ქვეყანაში დემოკრატიული ფასეულობები კიდევ უფრო გაძლიერდეს და ადამიანმა თავისი აზრის გამოხატვის თავისუფლების გამოყენება შეძლოს. პარლამენტის თავმჯდომარის შემდეგ შეხვედრაზე კომენტარები უმრავლესობის ლიდერებმაც გააკეთეს. ხალხი არ მოსულა დიალოგისთვის, მოვიდნენ ულტიმატუმის გადმოსაცემად. ახლა რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ, მე რომ ესე არ იყო, სილონში იყო ესე თქვეს, რომ ეს ჩვენიანი ულტიმატუმი არის და გითხარით, რას ფიქრობთ თქვენ და უბრალოდ გაგვაგებინეთ, რას ფიქრობს პრეზიდენტი. ანუ ამ ხალხს დიალოგი სამწუხაროდ არ უნდა და ჯერჯერობით მაინც. პარლამენტის დავამთავრებთ შეიძლება.
პარლამენტის თავმჯდომარე მე მგონი ძალიან მკაფიო თქვა. მე იცრუეს როგორც შევიათ სამწუხაროდ რომ არ დააფიქსირეს მკაფიოდ პოზიცია პარლამენტის თავმჯდომარებმა. ძალიან მკაფიოდ დაფიქსირდა იქ პოზიცია ყველა საკითხთან დაკავშირებით და სამწუხარო რომ ისევ ასეთ სიცრუის ტექნიკას ხმარობენ ჩვენი ოპონენტები. ეს ძალიან სამწუხაროა, მაგრამ რა თქმა უნდა პარლამენტის თავმჯდომარემ თქვა რომ ჩვენ დიალოგისთვის ყოველთვის გახსნები ვიყავით და იქამდეც ასე იყო, მაგრამ ულტიმატუმებსაც ლაპარაკი ხა არ გამოვა არც პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბუნებრივი არც პრეზიდენტთან და მთლიანად არც ამ გუნდთან. აქციები დაშლას არ აპირებთ. ამაზე ხო უკვე მრავალგზის გავეცეთ პასუხი და იმედი მაქვს რომ ჟურნალისტებმა დაიმახსოვრეს რომ შვიდობიანი აქციების ჩატარება არის მათ ისე როგორც ნებისმიერი სხვა მოქალაქის კონსტიტუციური უფლება. ქალბატონ ძალიან გარკვევით უთხრა რომ ჩვენ მოახსენა ჩვენი პოზიციის შესახებ, თუმცა მათ არ დაიზარეს და მე თქვეს რომ ქალბატონის პოზიცია არ ქონდა. ძალიან გარკვევით ითქვა რომ არჩევნების თარიღის გადმოწევაზე საუბარი არ არის, ყველაფერი დანარჩენზე არის დიალოგი და შეიძლება გაგრძელდეს, გაღრმავდეს და იყოს მათ მიერაც რაღაც წინადადებები შემოთავაზებული. ნამდვილად ასე იყო, არაფერი სხვა არ მომხდა, რომ უბრალოდ ულტიმატუმის ენით რაღაცა აპელირებით იმაზე, რომ ტემპერატურა მაღალია, ასეთ რეჟიმში გადაწყვეტილების მიღება ძნელია. პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა უმრავლესობის პოზიცია მომიტინგეებს გააცნეს. მოვდივარ გურჯანაძის ოთახიდან. პრეზიდენტს გონია, რომ ჩვენ ყველას ერთად საქართველოს თემის მოსახლეობას ქართულ ჯიგარს და სულს გატეხავს. მიაღწევს იმას, რომ ჩვენ დავიშლებით და ამიტომაც მას არანაირი პასუხი არ აქვს. სანამ სისხლი გვიდუხს, ჩვენ შევით აქ მანამ, სანამ ერთმანეთი გვიყვარს, ჩვენ შევით აქ მანამ, სანამ საქართველო გვიყვარს. ვინ ვის გავდეხავთ, ნახავთ ჩვენ. ხვალ ისევე როგორც დღეს კიდევ ბევრი ქართველი გვჭირდება. ჩვენ ვჭირდებით ერთმანეთს. მერწმუნეთ ხალხო, სულ რამოდენიმე დღე ნუ ვიჩქარებთ. ძალა სიბრძნეშია, ძალა მოთმინებაშია. ჩვენ გავიმარჯვებთ, დამიჯერეთ. ჩვენ არ გავწდებით. ჩვენი მოთმინებით ჩვენ უნდა გავტეხოთ ყველა, ვის აბუჩად იგდებს მთელი საქართველოს აზრს, ვინც აბუჩად იგდებს ჩვენ ღირსებას. გაუმარჯოს საბოლოო გამარჯვებას. ყველა ძალიან მიყვარხარ. არ დავიღალოთ. ძალა გამძლეობაშია, ძალა ქართველობაშია. ეხლა მოусმინოთ ქალბატონ სალომეს. ეხლა შევხვდით პარლამენტის თავმჯდომარეს და სხვა წარმომადგენლების უმრავლესობის წარმომადგენლები, რომლებიც არაფრის წარმომადგენლები აღარ არიან, მათთვის მათ გონიათ, რომ შეიძლება ხალხი
ხალხი აქ იდგეს და პოზიცია არაფერზე არ შეცვალებდა. მაგრამ მათ რაც გონიათ, ამას დღეს აღარავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ გვქონდა მხოლოდ ერთი კითხვა და ეს კითხვა დავსვით პარლამენტის თავმჯდომარის, რომელსაც სხვათა შორის ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა. ერთადერთი კითხვა, რომელიც არის დღევანდელი კითხვა, არის პრეზიდენტის კითხვა. ბატონო პრეზიდენტო, დაინახეთ თქვენი ხალხი. ეს დღეს ჯერ კიდევ კონსტიტუციურად არის თქვენი ხალხი. დაფიქრდით, ეს ხალხი ითხოვს ის, რაც არის მინიმალური, ელემენტარული თხოვნა ნებისმიერი მსოფლიოში დემოკრატიის და ცივილიზებული ქვეყნის. ბატონო პრეზიდენტო, ჯერ კიდევ გაქვთ ცოტა დრო, ძალიან ცოტა. ეს ხალხი აქ დგას და თქვენი გადაწყვეტი არის. თქვენ გინდათ იყოთ კიდევ ცოტა დრო ამ ერის, ამ ქვეყნის პრეზიდენტი და თუ არ მოусმენთ თქვენ ხალხს, მაშინ თქვენი გადაწყვეტილება იქნება, რომ აღარ იყოთ ბატონო პრეზიდენტო ამ ქვეყნის პრეზიდენტი. იფიქრეთ ამ ღამეს, გადაწყვიტეთ და შეიძლება ღმერთმა თქვენ გაფიქრებინოთ, რომ ეს ქვეყანა ღირსი არის სხვა რამის. იმედი მაქვს და მე ამისთვის ამ საღამოს ვოცულობ. ვინც არ შეიკრიბე. გამარჯობა საქართველო, გამარჯობა! მე მინდა გითხრათ, რომ მე ძალიან კარგად ვიცნობ ამ გუნდს, რომელიც ახლა იქ არის მოკალათებული და რომელსაც გონია, რომ ქართველი ხალხის გაბაიბურება, მათი მოტყუილება, მათი გადეხვა არის შესაძლებელი. ეს შეუძლებელია. ქართველი ხალხის გადეხვა შეუძლებელია. ჩვენ ვართ დიდი სიყვარულის ხალხი, ჩვენ ვართ დიდი მოწმინების ხალხი, მაგრამ ჩვენ მოწმინებასაც საზღვარი აქვს და ეგ უნდა იცოდეს უყველამ. ეხლა იქ თამაშობენ ბოკერია, სააკაშვილი, ნადირაძე, ბურჯანაძე, ძალიან სახიფათო თამაშებს თამაშობენ. აქ მთელი საქართველო დგას და მთელი საქართველოს სახელით მე უტრიალდები ბურჯანაძეს და ვაფრთხილებ, ქალბატონო ნინო, გამოიბერტყეთ ყურები თქვენს სააკაშვილს. ქართველი ხალხის რისხვას წინ ვერაფერი ვერ დაუდგება. მე მინდა ურჩიო ამ ხელისუფლებას, რომ გაითვალისწინონ ქალბატონი სალომეს რჩევა, დღეს ღამე კარგად იფიქრონ და ხვალ დილით, თუ დღეს შუაღამე, თუ როცა მოვლენ ამაზრზე, გამოგზავნდნენ და მოახსენონ საქართველოს, რა გველოდება ჩვენ ყველას ერთად. მე მინდა გითხრათ, ჩემო კარგებო, ჩვენი მოთხოვნები ცნობილია მთელი მსოფლიოსთვის. ეს არის კონსტიტუციური მოთხოვნები, ეს არის სამართლიანი მოთხოვნები, ეს არის დემოკრატიული მოთხოვნები და ჩვენ არც ერთ ნაბიჯს არ გადავდგავთ აქედან, სანამ ეს მოთხოვნები არ იქნება შესრულებული. და თუ ეს ხელისუფლება და პრეზიდენტი სააკაშვილი არ მოინდომებს ქართველი ხალხის მოსმენას, მაშინ რასაც დასტესავს, იმას მოიგის სააკაშვილი. მე მინდა ჩემო კარგებო, გითხრათ, რომ როგორც ეხლა თქვენ ხედავთ, როგორც ეხლა თქვენ გიყურებთ,
ნაციონალური ბოლშევიკური მოძრაობის ბოლოს ვიცი. მათი მატარებელი დეპოში დგას, დიდი ხანია უკვე. ჩემო კარგებო, ჩვენ გევართ აქ, ჩვენთან არის უფალი, დარწმუნებული ვარ, იმიტომ ჩვენ სიკეთით, შვიდობით, პატიოსნებით, სიყვარულით ვართ შეკრებილები აქა და ჩვენ არც უფალი გავწირავს და ვერც ერთ ხელისუფლება ვერაფერს ვერ დაგვაკლებს. მოდი შალვა. ეხლა სიტყვას გადავცემ შალვა ნათელაშვილს. როგორ აფასებს უცხოური მედია 2 ნოემბერს ამ თემაზე რეკლამის შემდეგ არ გადართოთ. ნატახტართან ერთად. განსხვავებული იერი, განსხვავებული შეგრძნება, სრულიად განსხვავებული. Aquafresh White and Shine უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ მათეთრებელი. მიკროგრანულები სათბად აპრიალებენ კბილებს, ანიჭებენ მათ სიკათქათეს და ისინი თანაბრად ბწყინავენ. არა მხოლოდ თეთრი, არამედ ბწყინვალე. ის აქცია დაბრუნდა. საუკეთესო 100 დღე დეპოზიტის გასახსნელად. მხოლოდ სახალხო ბანკში. გახსენი 1 წლიანი ვადიანი დეპოზიტი $-ში და მიიღე ყველაზე მაღალი საპროცენტო სარგებელი. ყველაზე მაღალი, უფრო მეტი. თქვენ გაქვთ საშუალება წინასწარ დეპოზიტის გახსნისთანავე მიიღოთ მთელი წლის საპროცენტო სარგებელი. იჩქარეთ, აქცია ძალაშია 1 იანვრამდე. სახალხო ბანკი ხალხის სამსახურში. უგემრიელესი ნახევარფაბრიკატები მზარეულისაგან. მზარეული დაგიზო გაქვთ დროს. ღრძილების სისხლდენა გაწუხებთ? ჩვენ ლაკალუტ აქტივს გირჩევთ. ლაკალუტის სტომატოლოგის ინსტრუმენტზე ბევრად უმტკივნეულოა. ლაკალუტის სერია საიმედო დაცვა თქვენი კბილებისათვის. ყურადღება. ნაპოვნია მობილური ტელეფონი Nokia 6500 კლასიკი. თხელი, შავი ფერის, ალუმინის კორპუსით, დახვეწილი და საოცრად მოხერხებული. Nokia 6500 კლასიკი. შეხედე, შეიგრძენი, ნუ გაუშვებ. შეიძინეთ მხოლოდ Nokia-s ოფიციალური დისტრიბუტორის სავაჭრო სახლ გოლეთიანის დამცავი ჰოლოგრამით. დასვენება გვინდა. მთელი ოჯახით. კარგი ბუნება, დღე, მთა,
ზუგდე ჰაერი. სასარგებლოც რომ იყოს. რაიმე განსაკუთრებული. სასიამოვნო. თანაც დიდი ხნით. ყოველ დღე. რათან ხატგნებავთ? ერთლარად. ერთლარად? დიახ. ერთლარად. მინერალური წყალი ლიკანი თავისი რბილი გემოთი. გაგახსენებთ მთიანი ლიკანის სიმშვიდესა და სუფთა გრილ ჰაერს. მინერალური წყალი ლიკანი. შეიგრძენით ლიკანის ბუნება. Due marchi italiani, insieme, in un grande gruppo, per esserti sempre più vicino. APAP, dovunque c'è strada. Ludi Asbeki, Garseni. უპრეცედენტო საჩუქარი Samsung-ისაგან. მხოლოდ 15 ნოემბრამდე. უზარმაზარი 7 სანტიმეტრიანი Samsung-ის პლაზმური ტელევიზორი. ტელეტექსტი, კადრის გაჩერების რეჟიმით, თვით განათების უნარით. ფერების რაოდენობა 281 ტრილიონი. ამ ტელევიზორის შეძენისას საჩუქრად სარეცხის მანქანას მიიღებთ. 800 ბრუნი წუთში. რეჟიმის სწრაფი რეცხვა. მოცულობა 5 კილო. მოკლედ, Samsung-ი უნდა შეიძინო მხოლოდ Samsung-ის ბრენდ მაღაზიებში. მწარმოებელთან ყოველთვის უფრო იაფია. Center Point ჯგუფი. მე ვარ საბა ჯავაშვილი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი. მე გავიმარჯვე მეორე სტუდენტურ ბიზნეს ოლიმპიადაში და გავიმგზავრე სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში. ფარმაცევტულ კომპანია GPC-სა და ჟურნალ ბიზნესის მხარდაჭერით იწყება მესამე სტუდენტური ბიზნეს ოლიმპიადა. მიიღე მონაწილეობა, გაიმარჯვე და გაემგზავრე სასწავლებლად დიდ ბრიტანეთში. Coca-Cola წარმოგიდგენთ. დეივიდ კრონენბერგის ფილმი. აღმოსავლური წესები. ქრონიკა საათზე კვლავ პირდაპირ ეთერშია განვაგრძობთ გამოშვებას. რესპუბლიკური პარტიისა და ერთიანი საქართველოს ლიდერები ვაშინგტონში შეხვედრებს განაგრძობენ რამდენიმე წუთის წინ ეროვნულ დემოკრატიულ ინსტიტუტში სწორედ იქ სადაც ვარდების რევოლუციის ამსახველი ფოტოსურათი ისევ გამოკრულია მრგვალი მაგიდა დახურულ კარს მიღმა დასრულდა. შეხვედრა ოპოზიციური პარტიების მანიფესტისა და საქართველოში დემოკრატიას ეძღვნებოდა. ოპოზიციური პარტიების ლიდერები აცხადებენ, რომ მათი ყოფნა ვაშინგტონში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, მაშინ როცა თბილისში ასეთი ფართომასშტაბიანი აქცია მიმდინარეობს. როდესაც 100 და 150,000 კაცი შენს თავარ ქუჩაზე დგას, ეს ნიშნავს, რომ მილიონებს არ უნდა ხა ახლა ეგ არის უმარტივესი სოციოლოგიური ამოცანა იანგარიშონ სინამდვილეში რა არის პროტესტის უკან რა დგას. ეხლა მე მოусმინე ერთ ძალიან ბრძენ კაცს საქართველოს პარლამენტიდან, რომელმაც თქვა, იქო კაცო, მშიერი ხალხი დგას. თამაშია სწორედ საქმე რა, რომ მშიერი ხალხი, უმუშევარი ხალხი და სხვა იმეძებს სიმართლეს. და რატო უნდა გამძღარიყო მაინდა-მაინც ნოდარ გრიგალაშვილი, ახლა რომელმაც ეს სიბრძნე ისე თქვა, ვითომ ახლა ესე იგი მართლა მაია ნადირაძეს დავესესხები და კონფუციუსის რაღაცა სახე ჰქონდა მიღებული. საქართველოს დღეს დაამტკიცა, რომ მას ეკუთვნის უკეთესი ხელისუფლება. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ამერიკული საზოგადოება, განსაკუთრებით პოლიტიკური საზოგადოება დავაინტერესოთ იმ მოვლენებით, რაც თბილისში ხდება. ჩვენ ახლა ხანს ველაპარაკეთ თბილისს და გვითხრეს, რომ 100,000 ადამიანზე მეტი დგას დღეს უკვე პარლამენტთან. ერთი მხრივ მიხარია, მეორე მხრივ მე ყოველთვის მერჩივნა, რომ აი ესეთი საპროტესტო აქცია არ დაჭირვებოდა ადამიანებს იმისთვის, რომ სახელმწიფოს თავის აქციელი გამოესწორებინა. მე მგონი ეს არის პასუხი იმ გამოწვევაზე, რაც მოდიოდა ხელისუფლებიდან, რომ მოდი ყველამ ღიად თქვას თავისი სათქმელი. მე პრინციპში მივესალმები აი ამ პროცესს, ყველა ერთიანად მთელი საქართველოს ჩართული არის აი საერთო სახალხო მოძრაობაში და რა თქმა უნდა მისასალმებელია, რომ მათ შორის ბატონმა ბადრიმას გადაწყვიტა მისვლა მიტინგზე და ღიად აფიქსირება თავისი პროცესების, თავისი პოზიციის. მიტინგზე მისვლას ნებისმიერი ადამიანის კონსტიტუციურ უფლებად მიიჩნევს შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი იმედს გამოთქვამს, რომ პარლამენტის წინ გაერთიანებული ოპოზიციის მიტინგზე ძალადობასა და დაპირისპირებას ადგილი არ ექნება და პოლიტიკურ ძალებს შორის უთანხმოება დიალოგით მოგვარდება. იმასთან დაკავშირებით თუ რა უნდა გააკეთოს ხელისუფლებამ არსებული ვითარების განსამუხტად შეერთებული შტატების ელჩმა კომენტარისგან თავი შეიკავა.
საპროტესტო აქციის გამართვა მოქალაქეების კონსტიტუციური უფლებაა. დემოკრატიული ქვეყნისთვის საპროტესტო დემონსტრაციები ჩვეულებრივი პროცესია. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ არ მოხდება არანაირი ძალადობა და დაპირისპირება და შესაბამისად ყველაფერი დიალოგის გზით მოგვარდება. საქართველოში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად აშუქებს უცხოური მედია პარლამენტის შენობასთან ათასობით და ათობით ჟურნალისტია მობილიზებული სპეციალურად 2 ნოემბრისათვის რუსულმა ტელეკომპანიებმა თბილისში 50 კაციანი ჯგუფი გამოაგზავნეს. მედიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ქვეყნებში საქართველოს მიმართ ინტერესი განსაკუთრებით დიდია. ასეთ მასშტაბებს არ ელოდნენ, მუშაობენ თავდაუზოგავად ისე, როგორც საკუთარ ქვეყანაში იმუშავებდნენ. შეხვედრის დრო და ადგილი მათთვისაც უცვლელი იყო. ორში ორზე პარლამენტთან სხვადასხვა ქვეყნის ჟურნალისტები შეიკრიბნენ. აინტერესებთ ყველაფერი, განსაკუთრებით საბოლოო გადაწყვეტილება. მოვლენების განვითარებას ხალხთან ერთად პარლამენტთან აკვირდებიან. ქალაქის მთავარ პროსპექტზე იდგებიან, ვიდრე მიტინგი არ დაიშლება. NTV-ის მხრიდან დიდია ინტერესი და როგორც ვატყობ არა მარტო NTV-ის მხრიდან, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რუსი ჟურნალისტია ჩამოსული. აინტერესებთ აბსოლუტურად ყველაფერი, მოსამზადებელი პერიოდიდან აინტერესებს თვითონ ესე იგი აქცია როგორ წავა და ალბათ რა შედეგებით დასრულდება. ვცდილობთ რომ ორივე მხარე წარმოვადგინოთ. 2 ნოემბრის აქციის გასაშუქებლად რუსულმა ტელეკომპანიებმა საქართველოში 50 კაციანი ჯგუფი გამოგზავნეს. 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ რუსეთის პირველი არხის NTV-სა და REN-TV-ის კორესპონდენტები. ჩართვები აქვთ ყველა გამოშვებაში და ცდილობენ მოვლენები ობიექტურად გააშუქონ. სულ საერთო ჯამში რუსეთის პირველი არხის 3 ჯგუფი მუშაობს საქართველოში, ერთი ჩვენი ადგილობრივი, ერთი არის ჩამოსული მოსკოვიდან და კიდევ ერთი ჯგუფი, ეს არის ეგრეთ წოდებული კვირის ვრემეს ჯგუფი, რომელიც აკეთებს სპეციალურ ანალიტიკურ გადაცემას. ინტერესი არის ძალიან დიდი. 3 წლის წინ დღისით და ღამით რევოლუციის მიმდინარეობას კიევში აკვირდებოდა. მაშინ მაიდანზე, დღეს კი რუსთაველის გამზირზე მუშაობს. აქციებს უკვე კარგად შეჩვეული ფიქრობს, რომ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა. Мы приехали действительно на показательную акцию. Это действительно важно для Грузии, что происходит мирный митинг, что люди выражают свои слова вот так вот перед парламентом, и парламент фактически разрешает им это делать, он их слушает. Не думаю, что, конечно, что-то изменится в Грузии после этих митингов, но это уже первый шаг, что, может быть, политическая расстановка сил поменяется. И на самом деле приятно, что и оппозиция, и власть всегда готовы вести диалог, и что в Грузии все пройдет мирно и демократическим путем. საქართველოში სხვა თემაზე სამუშაოდ ჩამოვიდა, თუმცა პოლიტიკური ამინდის შეცვლის შემდეგ პრეზიდენტის ოპონენტთა მიტინგი ირანელი ჟურნალისტისთვისაც საინტერესო გახდა. ჩვენ საქართველოში სხვა მიზნით ვართ ჩამოსული, თუმცა როდესაც გავიგეთ, რომ იმართება ფართომასშტაბიანი აქცია პარლამენტის შენობასთან, მის გასაშუქებლად მოვედით. ვფიქრობ, ეს სიუჟეტი ირანელი მაყურებლისთვისაც საინტერესო იქნება. უცხოელი ჟურნალისტები მოვლენების განვითარებას დაელოდებიან. საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს საზღვრებს გარეთ გაიტანენ იქ, სადაც ჩვენი ქვეყნის მიმართ ინტერესი ამ დღეებში განსაკუთრებით დიდია. ვარდების რევოლუციისა და 4 წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოში მიმდინარე მოვლენები უცხოური მედიის დღის მთავარი თემა ხდება. ტელეკომპანიები BBC და Euronews პარლამენტის წინ გამართულ დღევანდელ დემონსტრაციას ვარდების რევოლუციის შემდეგ ყველაზე დიდ ანტისამთავრობო გამოსვლად აფასებენ. როგორც რუსული, ასევე დასავლური საინფორმაციო საშუალებები მიიჩნევენ, რომ დღევანდელი პროტესტი სათავეში მოსვლის შემდეგ პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ყველაზე რთული პოლიტიკური გამოწვევაა. Street protests brought President Saakashvili to power in Georgia. Now the mass demonstrations are targeting him. Misha, уходи. Многотысячный митинг оппозиции в Тбилиси. Thousands of protesters are converging on the Georgian. პროტესტები საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ. პრეზიდენტ სააკაშვილის ყველაზე დიდი გამოწვევა. ვარდების რევოლუციის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ანტისამთავრობო გამოსვლა. ამ სათაურებით მთელი დღის განმავლობაში უცხოური მედია თბილისში გაერთიანებული ოპოზიციის დემონსტრაციას აშუქებს. Euronews თბილისისკენ გამომგზავრებულ ათასობით დემონსტრანტზე საუბრობს და დღევანდელ აქციას ვარდების რევოლუციის შემდეგ მთავრობის საწინააღმდეგო ყველაზე მასშტაბურ გამოსვლად აფასებს. სათავეში მოსვლის შემდეგ პრეზიდენტი სააკაშვილი უდიდესი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა. კრიტიკოსები სააკაშვილს პროდასავლური ფასეულობების ღალატში ადანაშაულებენ. Thousands of people are taking part in a mass rally against the Georgian. დღევანდელ აქციას საქართველოს ხელისუფლების ყველაზე ურთულეს პოლიტიკურ კრიზისს უწოდებს ბრიტანული ტელეკომპანია BBC. ბრიტანელი ჟურნალისტი თბილისიდან სატელეფონო ჩართვაში აცხადებს, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ათასობით ადამიანის ქუჩაში გასვლის მიზეზი იმედგაცრუება გახდა. Well, 4 years after the Rose Revolution, which brought Georgia's
ვარდების რევოლუციის 4 წლის შემდეგ აქციის მონაწილენი პრეზიდენტ სააკაშვილის დემოკრატიული კურსიდან გადახოვაში ადანაშაულებენ. სიღარიბე და უმუშევრობა ის მთავარი იმედგაცრუება გახდა, რის გამოც დღეს თბილისის ცენტრში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მოსახლეობა მასშტაბურ ანტისამთავრობო აქციას მართავს. BBC ჟურნალისტი დასდენს, რომ სააკაშვილი ამ ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ ამდენი ხალხის ქუჩაში გასვლა ქვეყანაში დემოკრატიაზე მიუთითებს. საქართველოში დემოკრატიასა და უმრავლესობის მტკიცე პოზიციის შესახებ ტელეკომპანია NTV-სთან საუბრობს парламентари Гига Бокерия. Изменить это решение из-за политического желания части наших оппонентов просто без всяких аргументов, без парламентского кризиса, без любых традиционных причин, учрежденных уже устоявшихся демократиях, я лично не вижу таких почв и не видит большинство нашей политической группы, и поэтому это решение не будет принято. უცხოური მედია აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქცია მშვიდობიანი ხასიათისაა, თუმცა უცნობი რჩება რამდენ ხანს გასტანს იგი. დასავლური ტელეკომპანიები პარლამენტის წინ მოვლენების ზუსტი ინფორმაციისა და აქციის მასშტაბურობის გაშუქებისას ტელეიმედის ეთერით გადაცემულ მასალას იყენებდნენ. თბილისის სამიტის სახელწოდებით დასავლეთ ევროპის მომავალი დღეს სიღნაღში გაგრძელდა. სიღნაღის ეროვნულ მუზეუმში 25-მდე ქვეყნის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი შეიკრიბა. სამიტზე დასასრებად გვიან ღამით ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტერი დევისი ჩამოვიდა. შეხვედრაზე ძირითადად კონფლიქტებს, მშვიდობიანი გზით მომგარებასა და ძალადობის ციკლის შეჩერებაზე საუბრობენ. როგორც სამიტის მონაწილეებმა აღნიშნეს, მშვიდობის წინაპრობა სასამართლო სისტემისა და სამართალდამცავი სტრუქტურების ნდობაა. კონფლიქტის მოგვარების პრობლემებზე სახელმწიფო მინისტრმა კონფლიქტების მოგვარების საკითხებში დავით ბაქრაძემ სამიტის მონაწილეებთან ერთად ისაუბრა. თბილისის სამიტი 3 ნოემბერს სამხრეთ ოსეთსა და აჭარაში გაგრძელდება. ჩვენ გვაქვს მარტო ერთი გზა წინ გასვლისა და ეს გზა უკავშირდება ჩვენ შემრიგებლობას ქართველებთან და სანაკოები სწორედ ამ შემრიგებლობის მესიჯის გამავრცელებელია. ეს არის მეტანიშნულოვანი როლი. გარდა ამისა, თუ პიროვნებები მსგავსად ამისა ილაპარაკებენ შერიკებებზე, თუ ისინი ილაპარაკებენ ერთობლივ მომავალზე ქართველებისა და ოსებისათვის, შესაბამისად ეს მიუნიშნებს იმაზე, რომ არ არის არავითარი ეთნიკური კონფლიქტი და ის გაუვარეს და იყო პოლიტიკის შედეგი. ამ კონფლიქტთან დაკავშირებით და მე აქ ლაპარაკობ სამხრეთ ოსეთის კონფლიქტზე. აუცილებელია, რომ მშვიდობიანად მოგვარდეს ეს კონფლიქტი. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ თუ დავუსვათ შეკითხვას იქ მცხოვრებ მოსახლეობას, ისინი გამოთქვავენ ერთ სურვილს, იმათ უნდათ იცხოვრონ ჩვენთან ერთად საქართველოში და უნდათ მშვიდობიანი ცხოვრება, როგორც იყო 15 წლის წინ. მე ვფიქრობ, რომ რეაგირება უნდა მოვახდინოთ ხალხის მოსახლეობის ინტერესებზე და ხალხს არ უნდა რომ სიღარიბეში ცხოვრონ, ხალხს არ უნდა რომ კონფლიქტი გაძლიერდეს, ომი გაძლიერდეს. სწორედ აქედან გამომდინარე აუცილებელია სიმამაცე ლიდერების მხრიდან, იმიტომ რომ ზოგჯერ არა სახარბიელო გადაწყვეტილებების მიღება უწევთ მათ, არაპოპულარული გადაწყვეტილებების მიღება უწევთ მათ. და ჩვენ კვლავ უბრუნდებით პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიას, იქ იმყოფებიან ჩვენი კორესპონდენტები. ჩვენ ახლა თია სიჭინავას ვრთავთ პირდაპირ ეთერში. თია, რა ვითარება ამ დროისთვის აქციაზე? კიდევ ერთხელ მოგესალმებით, თათია ლაშა, ჩვენ არ დავიშლებით, ვიდრე პრეზიდენტი ჩვენს მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. ასეთი სახის განცხადებები გაკეთდა მას შემდეგ, რაც ლევან გაჩეჩილაძემ პირველმა აუწყა აქ შეკრებილ მოსახლეობას იმ უშედეგო მოლაპარაკების შესახებ, რომელიც ოპოზიციაზე და პარლამენტის თავმჯდომარეს შორის გაიმართა. თქვენ თავადაც ნახეთ ალბათ კადრების მიხედვით, რომ ხალხის რეაქცია საკმაოდ უკმაყოფილო იყო. ისინი აცხადებენ ოპოზიციის ლიდერებთან ერთად, მანამ არ დაიშლებიან, სანამ თავად პრეზიდენტი არ დააკმაყოფილებს მათ უპირველეს მოთხოვნას საუბარია კონსტიტუციურ ვადებში არჩევნების ჩატარების თაობაზე. მე ხა ჩვენს ოპერატორს ხავ ვანახო სრული სურათი, რაც ახლა ხდება პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე. თქვენ თვითონაც ხედავთ, რომ აქ ჯერ კიდევ საკმაოდ დიდი რაოდენობა მოსახლეობისა რჩება. გრძელდება გამოსვლები, ასეთი გამოსვლები ზოგჯერ ლექსის სახეს იღებს, ზოგჯერ სიმღერის სახეს, კეთდება განცხადებები და მიმართვები. თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა სახეს მიიღებს ეს აქცია უახლოეს მომავალში. აქ ოფიციალური განცხადება იმასთან დაკავშირებით არ გაკეთებულა. შეწყდება ეს აქცია თუ გაგრძელდება ხვალ. მიუხედავად ამისა, აქცია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე 7 საათზე მეტია მიმდინარეობს.
დიდი მადლობა თეა, ეს იყო თეა სიჭინავა. ასეთი იყო 2 ნოემბრის ქრონიკა. სტუდიაში თქვენთვის ლაშა ხარაზიშვილი და თათია თოფურია მუშაობდით. ჩვენ მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. თქვენ კი დარჩით იმედის სახსრე, რადგან რამდენიმე წუთში 22 საათზე უკვე ინგა გრიგოლია დაბრუნდება პირდაპირ ეთერში გადაცემა რეაქციით და იქ უკვე გაშუქდება მოვლენები, როგორ განვითარდება პარლამენტის წინ.